ცნებები ინტროვერსია და ექსტრავერსია პირველად ფსიქიატრი კარლ გუსტავ იუნგის მიერ იყო გამოყენებული შვეიცარიაში 1920-იან წლებში. იუნგზე დაყრდნობით, ექსტროვერტებს გარე სამყაროსთან ინტენსიური კონტაქტი წყურიათ. მათგან განსხვავებით, ინტროვერტები ფსიქიურ ენერგიას თავის შიგნით ატრიალებენ. იუნგს სჯეროდა, რომ სრულად ინტროვერტი ან სრულად ექსტროვერტი ადამიანები არ არსებობენ და ორივე მათგანი ნებისმიერ ადამიანშია. თუმცაღა, გონებათა უმეტესობა უპირატესად ან ერთ მხარეს იხრება, ან მეორე მხარეს, თუ ადამიანში ეს ორივე მახასიათებელი თანაბრადაა წარმოდგენილი, მაშინ პიროვნება ამბივერტულია. 1960-იან წლებში მოღვაწე ფსიქოლოგმა ჰანს აიზენკმა განავრცო იუნგის იდეები და ამტკიცებდა, რომ ინტროვერტ და ექსტროვერტ ადამიანებს შორის ძირითადი განსხვავება მათ მიერ მენტალური ენერგიის მიღებისა და აღდგენის გზებში მდგომარეობს. თავისი ბუნებით, ინტროვერტ ადამიანებს ტვინის მაღალი აქტივობა ახასიათებთ და გარეგანი სტიმულებისგან თავდაცვის საჭიროებას გრძნობენ. გარემოსგან განცალკევებით ისინი თავიანთ მენტალურ ენერგიას აღიდგენენ. ექსტროვერტების ნეირონები ნაკლებად აქტიურობენ. ისინი ამ დანაკლისის შევსებას გარეგანი სტიმულების საშუალებით ცდილობენ და ამ გზით თავის შინაგან ენერგიას ავსებენ. განსხვავების უკეთ გასაგებად, მოდი შევადაროთ ორი წარმოსახვითი ბავშვი, ჯეი ექსტროვერტია. მას უყვარს დროის კლასელებთან ერთად გატარება. მას სიამოვნებს ყურადღების ცენტრში ყოფნა და თავის მეგობრებთან ერთად ყოველგვარი თემის განხილვა. ის აორგანიზებს ფეხბურთის თამაშს უცნობ ადამიანებთან და ამის შემდეგ მაშინვე შეუძლია სხვა ადამიანს პინგ-პონგი ეთამაშოს. სოციალური სტიმულების წყურვილი მის მენტალურ ენერგიას ავსებს. ანა ინტროვერტია. როდესაც სხვები პარკში თამაშობენ, მას სიამოვნებს თავისთვის ჭდომა და მათი ყურება. სახლში, თავის ბაღში მცენარეებს დამოუკიდებლად რგავს. ნელ-ნელა ამ სფეროს პროფესიონალი ხდება, თუმცა ეს მისი საიდუმლოა. ენერგიით დასამუხტად, ანას სიწყნარე და სიმშვიდე სჭირდება. იყო ინტროვერტი არ ნიშნავს იყო მორცხვი. ისინი მცირედ საუბრებს გაურბიან და ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებენ. სინამდვილეში ანა საერთოდ არ არის მორცხვი. მას არავისთან საუბრის არ ეშინია, უფროსებთანაც კი. როდესაც გარშემო ბევრი ადამიანია და საუბრები ზედაპირული და დამაბნეველი ხდება, იგი სწრაფად იღლება. მისი ენერგიის ავსების სტრატეგია გაუჩინარება და სიწყნარეში საკუთარ თავში ჩაღრმავებაა. ჯეის უყვარს ადამიანებით გარემოცვა და ერთიდან მეორე საუბარში, ანუ სტიმულში ჩაბმა. ზოგიერთ მეცნიერს მიაჩნია, რომ ინტროვერტები და ექსტროვერტები საფიქრელად ტვინის სხვადასხვა უბნებს იყენებენ. ექსტროვერტები ხანმოკლე მეხსიერებას იყენებენ და სწრაფად პოულობენ ასოციაციებს. ამიტომ ჯეი სწრაფად და ბევრს ლაპარაკობს. მას ჭკვიანად თვლიან, რადგან მისი ტვინი ყოველთვის სწრაფად პასუხობს. თუმცაღა იგი ხშირად ჯერ საუბრობს, შემდეგ ფიქრობს და მოგვიანებით აზრს იცვლის ხოლმე. ისეთი ადამიანი, როგორიც ანა აფრთხილად ამუშავებს გონებას და თავისი გრძელვადიანი მახსოვრობიდან იღებს ინფორმაციას. მისი ფიქრები მეტად კომპლექსურია და ჩამოყალიბებისთვის მეტ დროს საჭიროებს. ანა ჯერ ფიქრობს და შემდეგ საუბრობს. თუ ტურისტი მათ მიმართულებას შეეკითხებოდა, ანა დროს დაუთმობს ფიქრს, რომ საუკეთესო პასუხი შეარჩიოს და ამასობაში ჯეი უკვე რამდენიმე გზას წარადგენდა. კარგმა მასწავლებლებმა და ჭკვიანმა ბიზნესმენებმა იციან ინტროვერტი და ექსტროვერტი ადამიანების განსხვავებული ბუნების შესახებ და ცდილობენ მათი ძლიერი მხარის განვითარებას. ისინი საკითხის წამოჭრისას ყველას სთხოვენ, რომ ერთი წყნარი წუთი ფიქრში გაატარონ და შემდეგ უპასუხონ. ექსტროვერტები ასე სწავლობენ საკუთარი ფიქრების ფორმირებას სანამ ილაპარაკებენ, ინტროვერტებს კი მეტი დრო ეძლევათ სასაუბროდ და საჯარო საუბრებში იწაფებიან, პრობლემის განხილვისას ისინი ფორმალობას მიყვებიან. ან რიგითობას იცავენ, რომ ანას მსგავს ადამიანებსაც მიეცეთ მონაწილეობის საშუალება. ჯგუფური პროექტები შესაძლოა ისე იყოს ფორმირებული, რომ ორივე ტემპერამენტს შეუწყოს ხელი. ერთ პროექტში ექსტროვერტები და ინტროვერტები ერთად იმუშავებენ. ჯეი ანასგან იდეებში ჩაღრმავებასა და კომპლექსურად ფიქრს სწავლობს, ხოლო ანა ჯეის სწრაფი ასოციაციების უნარიდან იღებს სარგებელს და სწავლობს უფრო მოქნილად საუბარს. შემდეგ პროექტში ერთსა და იმავე ტემპერამენტის ადამიანები ერთად მუშაობენ და თავის მეწყვილეში თავისივე მახასიათებლებს ამჩნევენ. თუ ერთნაირი ადამიანები იმუშავებენ საკითხის გადაჭრაზე, ინტროვერტები იძულებულები არიან ალაპარაკდნენ, ექსტროვერტებს კი უწევთ ღრმად დაფიქრება. აღმზრდელი რუდოლფ შტეინერი ამ მეთოდს ემხრობოდა და თავის ვლდოფის სასწავლებლებში იყენებდა.
ფსიქოლოგი ჯერომ კეიგენის კვლევამ პატარებში ტემპერამენტის შესახებ აჩვენა, რომ იმ მახასიათებლების უმეტესობა, რომლითაც ვიბადებით, ზრდასრულობაშიც მოგყვება. მან 500 ჩვილს მიაწოდა სხვადასხვანაირი სტიმული, როგორიცაა მაღალი ხმები და ცუდი სუნი. ამ ბავშვების დაახლოებით 20% ანერვიულდა და ატირდა. 40% მშვიდად იყო და დარჩენილი 40% სადღაც შუაში რეაგირებდა. წლების შემდეგ ჩატარებულმა მეორე ტესტმა აჩვენა, რომ იმ ბავშვების უმეტესობა, რომელსაც არ ქონია მკვეთრი რეაქცია, მეტად ექსტროვერტები არიან. რას ფიქრობთ საკუთარ თავზე? უფრო მეტად ექსტროვერტი ხართ თუ ინტროვერტი? თუ ფიქრობთ, რომ ასეთი დაყოფა არ არის მიზანშეწონილი? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში. ეს ვიდეო ლიზი მეჟდოიანმა თარგმნა და იგი განხმოვანებულია Microsoft-ის ამეტყველებლის მიერ. თუ ფიქრობთ, რომ ეს ვიდეო სასარგებლოა, გაუზიარეთ ახლობლებს.